ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის საერთაშორისო პრემია 2023 ჟურნალისტებისთვის გამარჯვებული მამუკა ყუფარაძე გახდა. რიგით მეხუთე დაჯილდოების ცერემონია ტრადიციულად ზუგდიდში დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტორული ნიკოსეულის სასახლის საგამოფენო დარბაზში გაიმართა. ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის საერთაშორისო პრემიის ფოკუსში სამშვიდობო ჟურნალისტიკა წელს პირველად მოექცა. გამარჯვებული კი სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა. ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო პრემია. ეს არის დაფასება ჩემი საქმიანობის, ჩემი კოლექტივის საქმიანობის, სტუდიარის, ასევე აფხაზი და ოსი პარტნიორების, იმიტომ რომ მათთან კოორდინაციის თანამშრომლობის გარეშე მე ვერ შევქმნიდი ამ ფილმებს, მე ვერ მოვაწყობდი ტელეხიდებს და აქედან გამომდინარე ეს პრიზი მართლა ყველას გვეკუთვნის, ჩვენ ვინც ამ სფეროში ვმუშაობ. მეხუთე წელია ზუგდიდში ტრადიციად ჩამოყალიბდა ბერტა ფონ ზუტნერის პრემიის დაჯილდოება. მე ყველა ნომინანტს მინდა მადლობა გადაუხადოთ, როგორც მოგეხსენება წლევანდელი თემატიკა გახლდათ ჟურნალისტიკა, სამშვიდობო ჟურნალისტიკა. ყველა ნომინანტი იყო საკმაოდ ძლიერი და დარწმუნებული ვარ, ჟიურის საკმაოდ რთული გადაწყვეტილების მიღება მოუხდა იმისათვის, რომ გამოევლინა გამარჯვებული. ბატონ მამუკას გამარჯვებულს ვილოცავთ ამ პრემიას, ამ აღიარებას და დარწმუნებული ვარ, რომ მისი საქმიანობა, თითოეული ნომინანტის საქმიანობა იქნება შედეგიანი, რომელიც საბოლოო ჯამში, როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში გამოიწვევს მშვიდობის აღდგენას და მის დაცვას. წელს განსაკუთრებით ფოკუსში მოექცა მშვიდობის პრემიის სამშვიდობო ჟურნალისტიკა და ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ გადამოწმებული ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას და იმუშაონ რთულ პირობებში და რთულ გარემოში, სახიფათოში ხშირად და ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ ამ პრემიაზე წარდგენილი წელს, ნამდვილად ღვაწლმოსილი ადამიანები არიან და პირიქით ჩვენთვის არის ეს ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი, რომ მათი ბიოგრაფიები მშვიდობის პრემიას დაუკავშირდა. პრემიაზე ნომინირებულ 6 კანდიდატს შორის ჩვენი ცენტრის პროდიუსერი და ჟურნალისტი ელისო ხუტკუბიაც იყო, რომელიც წლებია აფხაზეთის კონფლიქტის თემაზე მუშაობს. ჩვენი ნომინანტი გახლავთ ელისო ხუტკუბია, მივესალმოთ მას, რომლის წარდგენით არის ქალბატონი ხათუნა გარგულია, საბერიოს საავადმყოფოს გადაუდებელი სამსახურის ხელმძღვანელი. ქალბატონი ელისო წლების განმავლობაში მუშაობს კონფლიქტების გაშუქების თემაზე. ის არაერთი სამშვიდობო პროექტის და იდეის ავტორი გახლავთ. ამჯერად ის მუშაობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის მიერ ორგანიზებულ პროექტებში, რომლის ინიციატორის თავად გახლავთ 2014 წლიდან დღემდე არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის პროდიუსერიც და ჟურნალისტიც. ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ ის საავტორო იდეები და პროექტები, რომელსაც თქვენ ახორციელებთ და ალბათ ხაზგასასმელია მაინც საავტორო პროექტი, როდესაც თქვენ წარმატებულ ადამიანებს იწვევთ და ისინი თავიანთ გამოცდილებას გვიზიარებენ და ეს გამოცდილება ეხება და ეფუძნება ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს. დღევანდელი ნომინანტები, მათი დამსახურებით ძალიან მნიშვნელოვანი არიან ამ მიმართულებით. მე ძალიან მიხარია, რომ მეორე წელია მეძლევა შესაძლებლობა წარვადგინო ძალიან ღირსეული ნომინანტი, ღირსეულ ნომინანტთა შორის. თითოეულ მათგანს ვუსურვებ დიდ წარმატებას. პირველ რიგში მინდა ჩემს კოლეგას მართლა ღირსეულ ნომინანტს მამუკა ყუფარაძეს მიულოცო ეს მშვიდობის ჯილდო და ჩემთვის როგორც ერთ-ერთი ჟურნალისტისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ წარმოდგენილი ვიყავი 6 ღირსეულ ნომინანტს შორის. ის რომ მე გახლდით ავსტრიელი ჟურნალისტის ბერტა ფონ ზუტნერის პრემიის ერთ-ერთი ნომინანტი მართლა თავისთავად წარმატებაა და ჩემს კოლეგებს უსურვებდი, რომ მომავალში გაერთიანებულ და მშვიდობიან საქართველოში ებრძოლოთ მსგავსი პრიზებისთვის. დაჯილდოების ცერემონიას ავსტრიის საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტ კლაუდია არპას ხელმძღვანელობით სტუმრობდა. პროექტს მეხუთე წელია მშვიდობის ინსტიტუტი პროგრესისთვის ავსტრიის საელჩოსთან თანამშრომლობით ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის პატრონაჟით ახორციელებს. ბერტა ფონ ზუტნერი პირველი ქალია, რომელიც ალფრედ ნობელის პრემიის ლაურეატი 1905 წელს გახდა. ავსტრიელი მწერალი სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელ დედოფალთან ეკატერინე ჭავჭავაძესთან მეგობრობდა და 5 წლის მანძილზე ზუგდიდში ცხოვრობდა. ბერტა ფონ ზუტნერი ყველა დროის ერთ-ერთი პირველი ქალი პოლიტიკური ჟურნალისტი გახლდათ, რომელიც იყო თავისი იდეებისა და მშვიდობისთვის გამორჩეული მებრძოლი, ასევე სამშვიდობო მოძრაობის დამფუძნებელი. დადიანების სასახლეში გამართული სასიამოვნო საღამო კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა მომღერლის თამთა ცხვიტავას მუსიკალურმა კომპოზიციებმა.